კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ჩვენ ახლა მეტად მნიშვნელოვან თეატრალურ ფესტივალზე ვისაუბრებთ. კერძოდ სასკოლო თეატრალური ფესტივალი Art Schola, რომელიც უკვე მრავალი წელია დაფუძნდა და არსებობს 2014 წლიდან და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეები თავიანთ სურვილებს, თავიანთ ნიჭიერებას გამოხატავენ. როგორ მიმდინარეობს წლევანდელი ფესტივალი, რა არის სიახლე წლევანდელ ფესტივალს, ზოგადად ისტორია, ვიდრე პირველი ფესტივალიდან დღემდე ამ თემაზე ჩაგვერთვება ახლა სატელეფონო ხაზზეა თეატრალური ფესტივალის Art Schola-ის ორგანიზატორი და იდეის ავტორი სოფო კალანდაძე. სოფო, საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ფაქტობრივად გამოგიყვანეთ სპექტაკლიდან. მოგესალმებით, ბედნიერ საინტერესო საღამოს გისურვებთ ყველას. მივესალმებით თქვენს მსმენელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. დიახ, დავიწყოთ იქედან, რომ სასკოლო თეატრალური ფესტივალი Art Schola სასკოლო სივრცეში დაფუძნდა და 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა ეტაპები გაიარა ფესტივალმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფესტივალში ჩართული საჯარო კერძო სკოლების ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ დღეს უკვე შემოგვეცდა დამოუკიდებელი თეატრალური დასები და კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თეატრალური ხელოვნების სიყვარული როგორც სპექტაკლის სახით, მხატვრობის, ქორეოგრაფიის ძალზედ აქტუალურია დღეს ჩვენს ახალგაზრდებში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასკოლო თეატრალური ფესტივალი Art Schola ემსახურება კულტურულად განათლებული ჩვენი ახალგაზრდების აღზრდას, ჩამოყალიბებას. აი ეს უნდა მეთქვა, ახლა ფაქტობრივად ჩვენ ჩემი სფეროს წარმომადგენლებს ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ფაქტობრივად ამით აყვარებთ თეატრს, აინტერესებთ, იმიტომ რომ ბუნებრივია თუ ადამიანს თეატრი მინიმუმ არ აინტერესებს, არც მსახიობობა მოუნდება, თუნდაც მოყვარული მსახიობობა და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს საკეთებს ეს ფესტივალი, ჩემი აზრით. შეიძლება უშუალო დატვირთვა და მიზანი ეს არ იყოს, მაგრამ თავისთავად ამას უწყობს ხელს. კი ბატონო, მეტიც უნდა თქვა, რომ აი მაყურებელი იმდენად გაზრდილია და იმდენად საინტერესო მაყურებელი გვყავს ჩვენ ალბათ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი გზა გაიარა მაყურებელმა 1000 გზის გარდა იქნა და შესაბამისად ჩვენ მართლა დღეს ვხვდებით ისეთ მაყურებელს, რომელსაც აინტერესებს, ძალიან კულტურულად ისმენს, უყურებს, აანალიზებს და ჩვენთან ერთად მოდიან, მოყვებიან. ასევე რაც შეეხება თეატრალურ დასებსაც ამ წლების განმავლობაში როგორც ახსენეთ გაიზარდა თეატრალური დასების ხარისხიც, სამსახიობოში მსრულების უნარიც ძალიან გამოსწორებულია მეტნაკლებად, მაგრამ ემჩნევა ის, რომ სამეტყველო აპარატი მეტყველებასთან დაკავშირებული ეს ყველაფერი ნელა-ნელა უკვე სასიკეთოდ არის შეცვლილი, თუმცა მხოლოდ ჩემი ფესტივალის დამსახურება ნამდვილად არ არის, მაგრამ აშკარად არის, რომ ჩვენ უფრო კარგი ხარისხის სპექტაკლებს ვიღებთ, ვიდრე მაგალითად პირველ, მეორე ან თუნდაც მესამე სეზონზე. ანუ არის განვითარება. სოფო, მინდა კითხო და ტექნიკურ დეტალებზე გავიაროთ, როგორ ხდება შერჩევა? ყველა სკოლას შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა? ალბათ არსებობს წინასწარ ეგრეთ წოდებული სელექცია, რამდენი სპექტაკლია, რამდენი ხანი მიმდინარეობს? ეს წესები ალბათ ექნება ფესტივალს, ხო? დიახ, ფესტივალი როდესაც ცხადდება, ჩვენ ოფიციალურად ვდებთ დებულებას. დებულების მიხედვით აუცილებელი პირობა არის, რომ დაინტერესდნენ საჯარო და კერძო სკოლები, ასევე დამოუკიდებელი თეატრალური დასები, რომ მიიღონ მონაწილეობა და აქედან რეგისტრაციის საფუძველზე ჩვენ უკვე სათითაოდ ვეკონტაქტებით ერთმანეთს და შემდეგი პროცესი არის, ფესტივალი გამოირჩევა იმით, რომ აუცილებელი პირობა ამ დებულებაში არის, რომ დაიწეროს პიესა, ეტიუდი, მოთხრობა, ჩანახატი და ეს საინტერესო ხაზი დღემდე შევინარჩუნეთ. წელს სიყვარულის თემა გამოვაცხადეთ და ჩვენ გვინდა, რომ აი თავიანთ ნაფიქრში ეს თემა უფრო წინა პლანზე იყოს წამოწეული და სიყვარული ვიპოვოთ ყველა თემაში, რაც კი არსებობს, თუნდაც იმ ღრმა დრამატულ ამბებში, რომელიც ძალიან კარგად გვეხება ჩვენ და გვაწუხებს დღეს. ზუსტად აი ამ საფეხურების კალვის შემდეგ უკვე რეგისტრაცია ოფიციალურად მიღებულია, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თავიდან უფრო მეტი დასი რეგისტრირდება, დასში გულისხმობ სკოლებსაც და თეატრალურ დასებსაც, მაგრამ საბოლოოდ წელს 17-მა განაცხადმა მოიყარა თავი და ეს 17 განაცხადი მოვიდა ბოლომდე, ანუ 17 თეატრალური დასი წარსდგება წელს. ეს არის ძირითადი ის დოგმა, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე ამ ფესტივალში ვარეგისტრირებთ კონკურსანტებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიდის მოლაპარაკება, რომ გახდეს რეგიონალური
მიეცეს რეგიონებში არსებულ თეატრალურ დასებს, საჯარო სკოლებს და კერძო სკოლებს საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა და აუცილებლად ვუმასპინძლებთ ჩვენ არსებულ კონკურსში ასეთი რეგიონალური თეატრებს თუ სკოლებს მოკლედ და გავიზრდებით ძალიან დიდი იმედი მაქვს. შვენიერია. მე-7 კლასიდან არის როგორც ვიცი დასაშვები მე-11 კლასის ჩათვლი და რამე კითხოთ როგორც ვიძახეთ, რადგან ვიძახეთ სასკოლო ფესტივალს, აქ არიან სწავლის მოსწავლეები და მოყვარულები, რეჟისორიც უნდა იყოს მოყვარული თუ აქვთ უფლება რომ პროფესიონალი მოიწვიო რეჟისორად? აი სრულიად თავისუფლება აქვს ამ მიმართულებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ თეატრალური დასების შემოერთება განაპირობა იმან რომ ძალიან კარგი სპექტაკლები ნახეთ თუნდაც სასკოლო სივრცეში დადგმული მასწავლებლის, თავად ახალგაზრდა მოსწავლის მიერ და მოგვეცა იმის შესაძლებლობა რომ მათ კონკურენცია გაეწიათ სრულყოფილად აი პროფესიონალური თეატრალური დასებისას, ვისაც უკვე ვინც ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში გულისხმობ მართლა პროფესიონალ რეჟისორს, რომელიც ამათვე თეატრალურ დასს უდგას სათავეში. აქედან გამომდინარე, სკოლებს აქვთ უფლება უნდათ მოიწვიონ, თავად დადგან და წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევარი. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ მინდა როგორღაც ორ თემას შევეხო და მოვაწვოთ. პირველ ერთად კითხავთ, მოდი პირველ ჟიურიზე უნდა თქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ესეთი პროფესიონალი ჟიური ყავთ და ასევე ეს არ არის მხოლოდ გართობა, არის ნომინაციები, პრიზები, მათ შორის ფულადის როგორც ვიცი. კი ბატონო, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი ჟიური მყავს და რაღაცნაირად ვახერხებ ამ წლების განმავლობაში რომ ისინი ჩემს გვერდით არიან და ამით ვამაყობ, რადგანაც მათაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ფესტივალის მიმართ, რადგან როცა იწყება ფესტივალის ფერხული, ყველანი ერთდროულად რაღაცა სიამოვნების იმაში ვეხვევით ამ ბავში და ეს ურმაგად სიამოვნებს და მე როგორც ჩემი ჟიურის სახით უნდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები თავდაცველად შრომობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოაჩინონ არაერთი ნიჭიერი და მისცენ მათ რჩევები, ესენი გახლავთ ნინა ფილფანი, ნინია სადღობელაშვილი, დავით დარჩია, ზიადოლიძე, ქალბატონი ნელი ბადალაშვილი და განათლების სამინისტროდან წელს შემოგვიერთდა ქალბატონი ლანა ბენდუკიძე, ასეთი შემადგენლობით არის წელს ჩემი ჟიურის წევრები და შეხება ნომინაციებს. მინდა ვთქვა, რომ პირველი ნომინაცია არის საუკეთესო პიესის ავტორი, შემდეგ საუკეთესო ვაჟი როლისთვის, ასევე საუკეთესო გოგონა, ასევე ბატონი გოგა ოსეფაშვილის სახელობის პრემია გადაეცემა ქორეოგრაფიული ან მუსიკალური გაფორმებისთვის სპექტაკლს გრან-პრი სრულიად ამ სინთეზური ხელოვნებისთვის სარეჟისორო გადაწყვეტით, გადაეცემა გამარჯვებულს და პირველი, მეორე, მესამე ადგილი, ეს არის ფულადი ჯილდოები 1000, 1500, 2000 ლარის სახით, ასევე სასაჩუქრე ჩანთები ბრენდირებული, ასევე სასაჩუქრე ჩანთები წიგნებით სავსე და ძალიან დიდი მადლობა მინდა აქვე გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ესენია ქალაქ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო, გამომცემლობა ინტელექტი, ახმეტელის თეატრი, კინომსახიობთა თეატრი და მართვე. მინდა ვთქვა, რომ ეს მთელი სერია სპექტაკლების ჩვენებები გაიმართება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო ცენტრში, არტოს ბაღში და დასწრება არის თავისუფალი, ვისაც კი სურვილი აქვს, მოგზანდეს და იხილოს ეს არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა. მე როგორც კი ფაქტობრივად მოგწვით ეს სპექტაკლს, ახლა დაუბრუნდით, მადლობას წარმატებას გისურვებთ თქვენ და განსაკუთრებით მოყვარულ მსახიობებს, სკოლის მოსწავლეებს. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ჩაგვერთეთ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და მე შეგახსენებთ რომ სოფო კალანდაძე თეატრალური ფესტივალის არტ-სკოლის ორგანიზატორი და იდეის ავტორი იყო სასკოლო თეატრალური ფესტივალი ტარდება და მადლობა თქვენ ასევე რომ გვისმინეთ, წარმატებულ საღამოს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.